საქართველოში პენსია კი არ არის, არის შემწეობა და პენსია არის ცხოვრებაში დაგროვილი შენი სამუშაო რო გამოიმუშავე და ის იმას იბრუნებ უკან და მაგიტომ არ ეკაკ მაღალი და ვისაც მაღალი მანდა რა აქვს. ესე იგი ნაკლები უმუშავარია ან 10 წელი, ან 20 წელი, ვინც ბევრი იმუშავა 18 წლიდან 16 წლიდან 60 წლამდე და დააგროვა ეს საპენსიო ფონდი, იმას მაღალი აქვს პენსია. თავისივე უბრუნდება ის ხო აჭრის სახელმწიფო. საქართველოში პენსია არ არის. პენსია როგორ იქნება იქ საბჭოთა კავშირი დაინგრა და ის ხალხი საბჭოთა მოქალაქეები აღმოჩნდნენ ვაკუუმში და პენსიას ვინ დაუნიშნავდა იქ გაუხდა ფული ყველაფერი გამოიცვალა და დაუნიშნეს შემწეობას ყველას ერთნაირი 300 ლარი და განსხვავება არის 70 წლისა 400 ლარი და მე ხანდახან 1000 ლარს უმატებენ. საქართველოში არ არის პენსია, ეს დაიმახსოვრეთ, არის შემწეობა, დახმარება. ხო, პენსიას იღებს ახლა ვინც მუშაობს, თქვათ პარლამენტში ვინც ის ახლა აი 2003 წლიდან რო არიან უკვე, რომ დაიწყო ახალი რაღაცები და იმათ აქვს პენსია 1035 ლარი, ხო 600 ლარი, 700 ლარი და არის კიდე ხალხი, რომელსაც აფინანსებს ბიძინა ძველ შემოქმედებით კოლექტივს 70 წელს და 80 წელს მიღწეული შესაბამისი თანხებით ბიძინა გასცემს პირადად ამ იმეებს თავის ფონდიდან. არ ვიცი რატო აკეთებს იმას და ვინ მისცე იქ დავალება და ასე ეს ხალხი მისი ერთგული არის არჩევნების დროს, ეს ცოტა ხალხი არ არის. პენსია არ არის საქართველოში. პენსია რო იყო საქართველოში, ახალი ცხოვრების დროს ბევრი ხალხი უნდა იყოს ჩაბმული მუშაობაში და მერე სტაჟი განაპირობებს რაოდენობას პენსიისას. როცა 50 წელი გაქვს ნამუშევარი და თან კაი ხელფასი ქონდა რა სადაც მუშაობდი. რა თქმა უნდა, იმ კაი ხელფასთან მაღალია პენსია. თუ გქონდა თქვათ შემოსავალი თვეში $6000 და ამას ჩამოაჭრდნენ საპენსიო ფონდში, ეს რო გროვდება 50 წლის მანძილზე, შენი თვეური პენსია იქნება 3000 და 4000 евро. დებით? ამიტომ 16 წლიდან მუშაობენ დასავლეთში ხალხი. 16 წელი. აი აქ ჩვენებიც კი 16 წლიდან მუშაობენ, ეს გროვდება ყველაფერი. მე უფრო იმაღლებ მაღალ ხელფასიანზე გადიხარ. იქ გეჭრება ყველაფერი რა თქმა უნდა, მაგრამ ინახება ესა და გადახედავენ მე როცა ასაკში საპენსიო ასაკი მომიგო, ამოიღებენ ამ ფაილს ყველაფერს და დაგიბრუნებენ უკან. ესე იგი მთავრობა გინახავს შენ საპენსიო ფონდი რო არის იმას. გაჭრის. ეგ შენზე არ არის ის მაინც გაჭრის, იმიტომ რომ ადამიანს რო მიუშვა ეგა ის თვითონ ვერ დააგროვებს ამას და აღმოჩნდება საერთოდ ღატაკი და მერე შემწეობა მთავრობამ უნდა გასცეს. აი იმიტომ არეგულირებს მთავრობა მას საპენსიო, არ გეკითხება გაჭრის. წარმოიდგინე. ის ტაქსაციებში ეგ შედის. და მერე წლობით რო გიგროვდება ეგა 50 წელი, რა არის საპენსიო ასაკი? 15-20 წელი მაქსიმუმ. როცა გადიხარ 65 წელს და 70 წელს, რამდენიხანს იცოცხლებ? და ის გეყოფა რა ის და გადანაწილდება ეგა. შენივე ფული გეგროვდება, რომელსაც გინახავდა მთავრობა. იმის გამო რომ შენ არ შეგეძლო საპენსიო ფული შენ თვითონ შეგენახა. ადამიანს ხარ შეუძლია დააგროვოს ფული ხარჯავს. ამიტომ არის ეს ვისაც თავისი იმედი არ აქვს, მე ბანკში ჩაკეტავს ფულს 5 წლით, 10 წლით და იგროვდება ეგა, ხო? და საბერძნეთში პენსიები კი არ იქნება მათ დახმარებაც. აი მაგალითად ინვალიდია, არ მუშაობდა არასოდეს და გაიცემა მასზე ერთგვარი დახმარება. ხო, შემწეობა ქვია მაგას. კანადაშიც არის შემწეობა $500 შემწეობა. იმ $500 ვერც სახლს დაიქირევებ. იქნება ისე რა სადღაც მიგდებული დიდი დალიო და მერე მალე მოვწერა. $500 როგორ შეიძლება სახლს დაიქირავო? აი მან რო თქვით მერე €700 პენსია. თუ სახლი აქვს ადამიანს €700 პენსიით სახლს როგორ დაიქირავებ? საჭმელიც ხო გინდა? მოსამსახურეც ხო გინდა? აი ხო თქვენ გიხდით წარმოიდგინეთ €1200. ხო წარმოიდგინეთ მის საპენსიო ფონდი რომ ხელი ამას ხوار გეტყვის ეგ შენ. თქვენ გიხდით €1200 და სახლშიც კომუნალური ისენი ხوارი გადასახდელი. ხო საბერძნეთში არ იქნება ტაქსაციები ისეთი სახლზე როგორც კანადაშია. ხო, რა უნდა იყოს არაფერი მიზერული. რაღაც შეიძლება იყოს თვეში კვარტალში €25. ხო, ეს იქიდან თურქეთიდან და იმ არგენტინით სარგებლობ, ხო, ესე. და მაგ რანგში გადის საბერძნეთი. მაგრამ აქ ახლა აქ ისეთ სახლები როგორც საბერძნეთში აქ წლიური თვეური გადასახადი ერთად მაღალია. მინიმუმ 3000 არის წლიური დოლარი გადაიხადო
იმის გამო, რომ სახლი გიდგას ტერიტორიაზე და ტერიტორია დაკავებული არის. და აქ ახლა პენსია შეიძლება არ იყოს ამის შენახვას. ხო, ამიტომ პენსია დამოკიდებულია რას აკეთებდი ბავშვობიდან პენსიის ასაკამდე და თუ მაღალანაზღაურებული გქონდეს დაგროვილი თანხა გიბრუნდება შენ. ამის ორგანიზატორი არის მთავრობა. არ გენდობა შენ. ადრე არ იყო ესე. ადრე თვითონ თავის შემოსავალს ადამიანი თვითონ იყო ბანკირი და არეგულირებდა და როცა უკვე სახელმწიფო მთლიანად აიღო ეს თავის ხელში, უკვე არაფერს არ გეკითხებია შენ. აი ხელფასთან გაჭრიან. უამრავ რაღაცებს და გეუბნებიან სად მიდის ეს ჩამოვა. ეს ზოგი იქ, ზოგი აქ, ზოგი იქ და ეს გადასახადები არის და იქიდან ფინანსდება მთავრობაც. ხელფასი მთავრობას აქვს გადასახადებიდან. გადასახადები კიდე ყველაფერში არის, აბსოლუტურად ყველაფერი დატაქსულია. ყველა სახლი კანადაში დატაქსულია. კანადის ტერიტორიაზე რაც სახლი არის, შენობა არის. მანქანებია დატაქსული არის ეს როგორი გაგებით ის აი ინშურენსები რო ქვია. საჭმელი დატაქსული არის, ყველაფერი დატაქსულია. ყველაფერში იხდი ამას. და ეს გადასახადები რო გროვდება მთავრობაში და ბიუჯეტი ივსება ამისი, იქიდან ხდება მერე გადანაწილება სხვადასხვა ვთქვათ სფეროებზე. და ეს ეკონომიკა არის მოძრავი აი მოძრავი არის ესეთი რამეა, ცოცხალი ორგანიზმი არის, ეს არ არის გაყინული. ხო და ამას ჭირდება ორგანიზატორი. ორგანიზატორის როლი უკავია მთავრობას. მთავრობას ირჩევს ხალხი და აფინანსებს ხალხი. პოლიციასაც აფინანსებს ხალხი. მთავრობა კი არ აფინანსებს. ხალხი აფინანსებს. თუ ხალხი არ მუშაობს, პოლიცია დამოკიდებული იქნება ერთ პიროვნებას. აი ბიძინა ივანიშვილს პოლიცია ხალხი კი არ აფინანსებს. ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს და ოლიგარქები ვინც არიან. აბა ხალხს არაფერი არ აქვს, უმუშევრობა არის მანდ და ჯერ მარტო იქით 750,000-ზე მეტი პენსიონერი არის, იქით უნდა დაეხმარო. იქით ბავშვები რამდენი არის, ხო მერე ინვალიდები რამდენი არის, ხო ამა ხო არიან ინვალიდებიც რა. უმუშევრობაა საქართველოში. უმუშევრობის გამო მოსახლეობა გარეთ არის გასული სამუშაოდ და ფული იქიდან შემოედინება. გადავთ? ესე იგი მთავრობას ინახავს არა მოსახლეობა, არამედ თვითონ მთავრობა თავის თავს იფინანსებს იმ ბიზნესებით, რომელსაც ისინი თვითონ დგებიან სათავეში. და ძირითადად ისინი გადაინაწილეს და ვაჭრობაში არიან ძირითადად ხალხი. ახლა ბიზნესის შემოსავალი საიდან არის? აფთიაქები, ბანკები. ბანკები ფულს როგორ აკეთებენ? შემოდის ბანკებში პროცენტებია. უცხოეთის ბანკიც არის, რუსულიც არის, მაგრამ ქართველებსაც აქვს და ჩასვა თავისი შვილი უტყვა და აი ეს პროცენტები მაგასთან მიდის. მაგ საბანკო ოპერაციები ხო მიდის. შედის ხო მათ ყველაფერი. ხო და ეს მუქთა ფული მოდის რა. ხო, შენი ფულს ატრიალებს იქ, გაასცემს პროცენტით, სესხს და იქიდან მოგება აქვს. გარეთ კიდე გარედან ვალუტები შემოაქვს იმ გაქცეულ ხალხს, ვინც გარეთ მუშაობს. აი ამაზე ზის საქართველოს მთავრობა. ესეთ ქვეყანა დიდხანს იარსებებს. ასე რომ ეს კოლაფსისთვის განწირულია. და ასეთ ქვეყნებში მოსახლეობას თვითონ დაინტერესებულია მთავრობა, მეცნიერება. მეცნიერება რადგინა თუ რაღაც ახალი არ შექმენი და აკავე ხალხი გამოიგონე. დასავლეთში მეცნიერება იმიტომ აქვს აზრი, რომ რაღაცას გამოიგონებენ და ასაქმებენ ხალხს და გაჩნდება სამუშაოები. ამ სამუშაოებით ადამიანები დატაქსულია და მთავრობას აფინანსებენ, რომელიც აუცილებელია ორგანიზაციისთვის, პოლიცია, სამხედრო, ყველაფერი. ხო გჭირდება ეგა. მერე ქვეყანასთან აქვს ურთიერთობა. საქართველოს ქვეყანა არ არის ხალხმა არ გიჭირათ. ეგ ოჩაფეხებზე დგას როგორც სტაბლიაშვილი იყო და სახელმწიფო დგას ოჩაფეხებზე. მორყეულია და მოყაყალებულია. მე ადრე მოყაყალება თქვი. ამან ოჩაფეხებზე შეაყენა. არ არის ეგ საქართველოს სახელმწიფო არა. და ამიტომ არის მან აი ყველა მომართული რაც შეიძლება მეტი ფული დააგროვოს და გაიქცენ აბა უცხოეთში შვილები ასწავლონ და იქით გადაბარგებაზე ოცნებობენ. აი იქითაც იყურებიან რომ სად გაიქცნენ. ასე ახლა გაქცევაზე რო ფიქრობ სახელმწიფოს ეშველება რამე. იმიტომ არის შენობა მიტოვებული ომარი რო თქვა. არ ფიქრობენ მაგ ქვეყანაზე ყველა გამქცევი არის და არა რიგითი ადამიანი მთავრობაც გამქცევია მთავრობაც. ხო ოცნებები მას მაგათაც აქვს. აი გახარია გაიქცა და წავიდა გერმანიაში. შაიშმელაშვილი ამერიკაში გამოიქცა. რამდენი ეგეთი იცი? ხო იყო მანდა ფულები წამოვიდა. ვა? ასე რიგში დგას ხალხი. ბოლოს ღარიბაშვილიც მოწყდება მანდედან.
რა მე შენ გეტყვი რა ფულით ვერ იცხოვრებს საფრანგეთში თუ რა ამოიღებს ფულს და იქნება აქ რა ენის პრობლემა არა ხო ისწავლა მათ რაღაცა ორი ღირი ფრანგული ინგლისური ხო მეტი რატო გინდა რა აქ მეცნიერებას კონფერენციებს არ გამართავს ხო სალომე ზურაბიშვილი და სამუშაოდ საგრა ეგეც დაახვის და წამოა რა არ არის საფრანგეთის მოქალაქე ბიზნეს რო გაუჭირდება საფრანგეთის პასპორტს არ ამუშავებს აი რუსული პასპორტი რო აქვს კიდე აირჩევს რომელი უნდა ასე რომ მან ჯერ ფულის გასაკეთებელი ადგილი არის და ყველა ფულს აკეთებს. ერიან, ბერიან, ბავშვიან, ქალიან, კაციანად და მთავრობიანად. ხო, ეს ფული კიდე ვალუტა შემოედინება ამ საწყალი ხალხის მიერ. ბანკები კიდე ისე სოკუებით მოამრავლეს და სხვის ფულებს ატრიალებენ რა. ბანკირი რა არის? სხვის ფულებს დადებენ იქა და პროცენტურად გაასესხებენ და იქიდან პროცენტი აქვს. მევახშეები არიან რა, სვარამი კი არ არის ბანკირი. აი მე ბანკირი ვარ და თქვენ ფულები მოგავმიზავნეთ, ხო? მე ბანკირი ვარ, ბანკი ვაქ. შენი ფულებილია იმისი, ამისი, ომარის, გიასი, მარკოზის, ყველასი, ვინც არის რა, ფოთოლასი, ხათუნასი, ნატალიასი, ეს ფულები შემოდის ჩემთან და რომ მოდის ბიზნესმენები და ვიღაც ამას პროცენტებით ვსესხულობ. თქვენ კიდე კაპიკებს გაძლევთ. აი იქიდან გავეცი ეს ფულები, მე, აი თქვენი ფულები, ნახეთ, სესხა 12-20%-ად იქიდან მოგება მაქვს მე. ის ყველა ვარიანტში ის რომ რასაც ჩადებს, იმას წავართ მე. ხედავთ, მე ბანკირი არაფერს არ ავქონი. თქვენი ფულებით მდიდრდები მე. ხედავთ, ეს ბანკები ეს ამის ისტორია იწყება მე-19 საუკუნიდან. გონიათ ეს კაირამია? და მთლიანად ბანკებით კონტროლდება დღეს სახელმწიფოები. მთლიანად არის საერთოდ გადაგიკეტავენ ყველაფერს და ჩვენ არაფერი არ ახარ შეგაგდეს იქა და ყველა ფული ხო ბანკში გაქვს. აი ხვალ რამე კანადაში დაიწყოს კრიტიკული რაღაც სამოქალაქო ომი არა, ყველა ფულს გაგვიყინავენ, ჩვენ არაფერს არ მივცემენ. რაღაც კაპიკებს დაგვიტოვებენ საჭმელისთვის, დანარჩენს თვითონ წაიღებენ და გვეტყვიან აღარ. ხო, და წაგვართმევენ, რომ სახელმწიფო სჭირდება. ნებით? ასე რომ ბანკი ვინ აკონტროლებს ფულიც იმისია, შენი კი არ არის, შენი როდებს იქა. კი არა, საკუთარი ფულის გამოტანასაც იცი რამდენი დრო უნდა. თუ დიდი გაქვს, თან ხარავინ არ გაძლევს, გეუბნება რა თქინდა, სად მიგაქ, რატო მიგაქ? არა, რატო უნდა გადაიტანო, ფაგერ ჩეკზე გამოიწერს, აი, რატო უნდა მოგცე ნაღდი ფული? ნაღდი ფულს კი არ გაძლევენ. 1000 და 2000 დოლარი შეიძლება მოგცენ ნაღდი ფული, მაგრამ გამოიტანო მილიონი? იმავე წუთში, რატო? სად? სად მიგაქ? ბანკით გადაიტანე. დალყურნებადუნო, სად გინდა ქეშად გამოიტანე ეგა? ადრე კიდე ესეთი რამე არ ხდებოდა ხო? თვითონ ადამიანი აკონტროლებდა თავის შემოსავალ-გასავალს და ეხლა ადამიანი დამოკიდებულია ბანკზე და კრედიტებზეა. გაიძულებენ კრედიტ კარტები გახსნათ. არ მიდეს კრედიტ კარტი რა. 2 კვირა თუ დაგაგვიანდება, პროცენტები გეზდება და ფერს ავიწყდება. დაავიწყდა რომ ვისაც არ ავიწყდება, ესეთი არც აწყობთ. კარგი გადამხდელები ბანკირებს არ აწყობთ. მოგება ჩემ, მაგალითად ჩემგან ბანკს აქ რაც ვარ, მოგება რა აქვს. არაფერი არ ამიღე კრედიტი იქიდან არასოდეს. ხო შემოგტენეს. არაფერს არ თუ ვიღებთ, იმავე წუთში ვდებთ. არ გადავაცილებთ 2 კვირას. ახლა ასეთი ვინმე ახლა ვერაფერს ვერ გეტყვიან, მაგრამ არ აწყობს ეს კლიენტი, ეს კლიენტი ჩემი არ არის. მოგება არ აქვს ჩემგან. მე ვსარგებლობ. და ჯოგი კიდე ავიწყდება რა გაუსვა, გამოუსვა, ვერ აკონტროლებს იმ ფულს. სადღაც არის ფული, წარამარა დაждდე ახლა ინტერნეტში აკონტროლო. ეს მარტო გონიერი ადამიანის შესაძლებლობებში არის და ჯოგი იმის ჯოგია რომ დადო იქ ფული საერთოდ მიავიწყდა. კარტია ხელში წავა მარკეტში, უნდა არ უნდა გაუსვა, გამოუსვა, გაუსვა, ეს იყიდა, ის იყიდა, ჭირდება, არ ჭირდება და ლაც მოვიდა გადასახადი კრედიტი ამდენი გადაირია ვალებში არის. და всё, ჩამოკიდებული არის ბანკის ვალებზე და უნდა იხადოს და უნდა იხადოს. ის მუშაობს ვალების გასტუმრებაზე. კრედიტული ცხოვრება ასე დანერგეს დასავლეთში და ძალიან ბევრი, აი, თელი ცხოვრება ვალებს ხდის. ვერსად ვერ წახვალ. დაავთ როგორი ის არის სატანა რასაკეთებს? და ქრისტიანი კიდე რატო არ აწყობთ ამ სატანას? ქრისტიანი არეგულირებს თვითონ ყველაფერს თავისას და ქრისტიანი არც იმაში რესტორნებში ირბენს სულელი კაცივით და არც მარკეტებში უაზროდ იყიდეს ისეთ რაღაც დასაჭირდება. ესე იგი წამგებიანია ქრისტიანი ქვეყნისთვის. არ არის რესტორნებში არ დადის, კაზინოებში არ დადის, ბარდელებში არ დადის, ფულს არ ხარჯავს, არ მოგზაურობს წელიწადში 2-ჯერ, 3-ჯერ, ესეც ფულის ყარა არის რომ იცოდეთ. ხო, უნდა დაგახარჯინო ეს რა. და შენ ბრიყვი ხარ, იცი დავისვენე მე. რა დაისვენე, ვირივით იმუშავე და წამოკოტრიალდი სადღაც 2 კვირით ზღვაზე და თავს იტყვევ. მე ისე უნდა შემოხვიდე და
ის ხელახლა უნდა ეს აინაწყაურო, ხო? ის გახარჯინებს, მდიდდება ტურისტული ბიურო, მდიდდება კომპანია, ავიაკომპანია. და ეხლა ქრისტიანია წყობს ვინმეს რომ ვიქადაგოთ ისე და ქრისტიანობა ის კი არა რომ არ იცხოვრო, არ დაისვენო და არ ჭამო და არ იცო. არა, ის გამიზნული ცხოვრებაა. ესე სახარჯოთ არ ვიბლი. აი, უპრაკონოთ არ ვიბლი. მე გამიზნულად ისე ვიტყვი რომ ისე ვიცხოვრებ რომ არასოდეს წაგებაში არ ვიქნები. და რესტორანში რატო ვიბლი, როცა სახლში საჭმელის გაკეთება შეიძლება ვიყიდე, პროდუქტს გავაკეთებ. აჰა, დიდი წელიწადში ერთხელ წავიდე. ან ორ წელიწადში ერთხელ სიტყვაზე ვიცახე. ისე რა მინდა რესტორანში. უყურო ხალხი როგორ აჭამს. შემწვარი კარტოფილის გულშვის რესტორანში წავიდე, რომელიც გაცილებით ძველი ღირს 10 მაგი, ვიდრე სახლში რო გავთავო კარტოფილი და შევწვა. ან PWD იქა, რომელიც თუ გარეთ ღირს $1, $10 ღირს და $8. აი რატო რა არ მისმის რა არის ესა? ხედავთ? მაგრამ ჯოგი ხა სხვის დასანახად აი რესტორანში ვიყავი. და რა შეჭამე, რო ვიტყვი შემწვარი კარტოფილი და რაღაცა სალათა. მე შემწვარი კარტოფილი და კვერცხის გულშვის რესტორანში წახვედი. თუ რამე ისეთი საჭმელი იყო ხა რომ არაფრის შოვნა არ შეგიძლია. არ იცი გაკეთება სახლში. გაჯობია სახლში ყველაზე კაი რესტორანია და თუ საყვარელი ადამიანი კიდე იქ რა როგორ აკეთებენ ის საჭმელს, ვინ იცის ვინ ჩააფურთხებს და ვინ ოფრ ჩადებს იქა და ვინ კიდე აი მთელი მუსულმანები მუშაობენ რესტორანში და ამებს ფჩხილებში განავალი აქვთ რო იცოდეთ რო წყლით აიბანენ ცივი წყლით ამას რო შეახმება ექსკრემენტი. წადით ახლა იმას ენდა კიდე იქა და ჩინელებს და იმას. თუ ზამახართ ერთი რა. ძალიან ნატურალურად დაგიხატეთ ახლა ეგ სურათები თქვენ. მართალია ის ცხელი და ძალიან ისეთ მაღალ ტემპერატურაზე არაფერს საშიშროებას არ წარმოადგენს. მაგრამ მაინც რო განცდაში გაატარებ რაღაცა გული სიტყვა გაქვს. კი არა? სახლშიდაც თუ ძალიან ესეთი ის არ არის ქალი მეუღლე ან ვინც აი სუფთა და ძალიან იმასაც შეიძლება ვერ შეჭამო იცი. ხო, არიან ესეთი გრძნობიარე ადამიანებიც, ვინც ჩახედულია მაგ საზოგადოებრივების სექტორებში და ვინც მუშაობს იმან, ისინი იქ საჭმელს არც ჭამდნენ, რო იცოდეთ თითო ცალკე. ყველა მიცის ეს ყველაფერი დამიჯერეთ. ეგ საიდან იღებს სათავეს იცი? ადამიანი. ცოდვა დაცემული ადამიანი ხა შენზე იფიქრებს. თან კიდევ კი არ მოიწამლებ. უბრალოდ ის არის არა ჰიგიენურია თორე მოწამლით არავინ არ მოიწამლება. იმათ ყავს გააძრობენ. უბრალოდ აი გული აგერევა რა, აი ოფლები რო ჩამოდებ. მე მაგალითად თურქეთის საცხობში უცებ შევესწარი ასეთ სურათს საცხობში გულიდან საცხობში შევედი რაღაცა ბიდუდა და დავანახე მთელი ოფლი მოიწმინდა და იმაში ცხობში და ხელი იმასაქნა რა, აუ გული ამერია რა. იქ კი არაფერი არ არის, გამო 100 გრადუსზე და იმაზე რომ ამოცხება არაფერი პრობლემა არ არის, მაგრამ რო დაინახე ეს აიც რაღაცნაირი საგაქ რა. რა არის ოფლი მოიწმინდა თუ თეიქა თურქმა. ჩხილებში შავი ქონდა რომ უყურებდი და იქ სულ გაიწმიდა იმეებში ხო? კი არ მოკლავს ეგა. მაგრამ ხო არ არის ეგ სწორი. ეხლა ოჯახში რატო არ არის დანერგილი ეგა? მაგალითად თქვენ დაიხურიათ კუდი როცა რამე საკეთებთ. ოჯახში არავის არ აქვს ეგ წესი დანერგილი რა. რომ აი გაპრანჭულები დგან და თმები ყველას ვწვივა ნამდვილად ესეა და მიპონია კიდევაც თმები საჭმელში, მაგრამ ვერ დავნერგეთ ეგ ჩვენ ახლობელ ოჯახებშიც კი. არ ვიცი რატო. აი ეს არის კულტურა ეგ არის გამიგეთ. მაინც ისე ჩამოვარდება ვერ გაიგებ მაგას. დანერგილი მე ოჯახებში როცა დავდიოდი საქართველოს ხო მე არავის არ ქონდა ეგ პრაქტიკა და ძალიან ბევრი საჭმელში მე პირადად ბანალი სათმა მინახე. რაზეც ვხლაპარაკობ, ეს არის კულტურა. აი რაუდგია წინ რომ ადამიანმა ქუდი დაიხუროს, არ შეიძლება როცა ხშირად გიწევს სამზარეულოში ყოფნა. აი რა მოხდება იქ რა, აი თმები აგეჩეჩება მინდა მოხვედი, ან მანიკურები მაგ დროს რა საჭირო, როცა სამზარეულოში ქალი დიასახლისი მუშაობს, ოჯახის დიასახლისი შვილები და მამების ისა. აი არავის არ ქონდა ეგ წესი. უფრო მეტი ხალათით საჭიროა კარგი სამზარეულო, ლამაზია ხო თეთრი ფართუკი. მაგრამ მე ეს არის კულტურა. აქ არის რომ აწყობილი ხარ რა პიროვნება, მაგარი ტიპი ხარ. დამთავრდები, ჩამოიხედე ყველაფერი, დაიბანე, დაივარცხნე და იყოხტავე მინგიჩელის ყოხტაობას. მაგრამ აი იქ უკვე შენ სპეციალური უნიფორმა აუცილებელი. აი გარ ჰიგიენა. აი როგორც საოპერაციოში როგორ არის დაცულება, ყველაფერი როგორ არის, იცი? აი გერმეტულად არის ყველაფერი პირბადით ყველა ისე შედის, რომ აბსოლუტურად რა, ყველაფერი იქ არ უცხო შეიძლება შევიდეს. და სამზარეულო რატო არის სხვანაირი? რატო როცა საათობით ახარ იქა, როცა მუშაობ, რატომ არ შეიძლება ეს ხო ხელთათმანითაც ვიმუშაო თუ ამის კარგი ის არის ხელთათმანი
ხო თუ ფრთხილდები იმას, მე ქუდით სათვალში რა წაკრა ეხლა დედაკაცივით ეხლა სოფელი დედაკაცი, აი ნუ წაიკრა, მაგრამ ქუდი ხო კაი ქუდები არის რა, აი პოვარის ქუდები, მზარეულის ქუდები. აი პირადად მე ჩემ ახლობლებში ეს ვერ დავნერგე. თანამედროვე რესტორნებში არის ქუდი ბოხოხი კი არ უნდა დაიხურო, ან თუნდაც მზარეულის თეთრი. ბადი არის, აი თხელი არც ჩანს, გაფარია თმებზე ისე ეს ბადე, დაწნული ბადია, რომელიც არ ჩანს, invisible ის ქვია, რა ქვია, ქუდი. და თმა არ ჩამოგივარდება, აი დიდი სისწრაფე აღარ გინდა ხა მზარეულის და პოვრის ქუდი რო დაიხურო. და ესე იგი ვარცხლილობა შენარჩუნია, აი რაცა თქვა, ეგეც არის, ხედავ? ამიტომ თავი არის გული გულობდეს. თორემ მე იცი რა არის, ეხა რა გინდა ვწვალო რა არის და იმხელა თმა მოვიღებ თქვა სიტყვაზე და რა არის და უკვე აღარ მინდა ჭამა აღარ მინდა ხო რაღაციდან ყველიდან გამოვიდა ხაჭაპურიდან და ახლა ეს ბანალი ამოვიდა გამიგე ხო აი ამიტომ არის და ეხლა წარმოიდგინეთ ეგ რესტორანში ამას ვინ მიაქცევს ყურადღებას რა იქ რო მთელი ხალხი ხონჩოლობს როგორც გითხარით ახლა მაღალ ტემპერატურაზე ეს არ მოკლავს მაგრამ რო დაინახავ, აღარ მოგინდება იქ შესვლა რა. ასევე სახშიდაც როცა დაინახავ, რომ ის პიროვნება უკვე რაღაცნაირად უკვე როგორ ახარ იცი, სულ პანიკაში ხარ. აღარ გინდა საჭმელი შეჭამა. თან კიდე, ხო შეიძლება მხედველობა კაი არ მქონდეს და ვერ დავინახო. და პირში რაღაცა მებლანდება და ძილის გამოვიღე რა. ხო, მე ეს თმა ხო არის ძირითადად ქალები, ან იღებავენ ამ ხნით და რაღაცას აღებავიანი და თამაჩავარდა იქ, არა? აი ეს ყველაფერი არის კულტურა. გავერთეთ მე მგონი ჩვენამ საუბრით ხო ასეთი. მაინც კარგია ეს რო ვიცოდეთ რა ის. აი ძებში ურევდნენ სქელ ქაღალს. ბოლოს სულ ქაღალდი იყო ესა გორში რო აკეთებდნენ და არაფერი კი არ მოკლავს ესა ქაღალზე რა, არაფერი ჭამდნენ რა, მუცელი ცარელი გამოაცხენ. რა სიზამა რა. ცოდოთ დაცემული სამყაროს ესეთი ილუსტრაციები გავშალეთ ახლა მე და თქვენ ეს ფასფუდები და რაღაცას სულთა გარბიჯი, აი სულთა საწამლავი საჭმელებია. ეს რა ვიცი აი hot dog-ი რო ქვია და რაღაცა. ასე რომ კაცო თუ გინდა მალე მოკტე აი ეგენი შეჭამე ქუჩაში რასაც ყიდიან. მაგრამ ადამიანი როგორ არის როცა ქშია უკვე რა ამას კი არ უყურე. ან კიდე ეს McDonald's ეს არის საწამლავი ნომერ პირველი. Coca-Cola საწამლავი ნომერ პირველი. როგორ არიან მიჩეულები. როგორც კი ის ოდნავ გათბება, გახმება, გადასაგდებია. ცხელი უნდა შეჭამო. კაი, წარმოგიდგენთ ცხელი რატო იცი ვერ მეორე დღეს ის უკვე რო ნახავ, მაშინ მიხვდები ეს რა ნაგავი არის. და ჯოგს ხო შეაჩვიეს ეს ჯოგის საჭმელი ეგ არის. McDonald's, Coca-Cola, Pepsi-Cola, ეგ სულ ჯოგის არის. და იმიტომ არის ეს დაავადებებიც გავრცელებული რა. რატო თუ სახლის ყველაზე კაი რესტორანია სახლის, სადაც ზიხარ, სადაც შენი კარგი ახლობელია, მეუღლე არის, საყვარელი ადამიანი, შვილები არის. რა ჯობია სახში და იქიდან საჭმელი წაიღე სამუშაოზე. და გააკეთებული მეუღლის აიცი რა არის და გემრიელია რა მაინც შენი იმუნიტეტი ერთი გვაქვს ერთნაირი რაღაც ხო ის გაცილებით ჯობია ის საკვები წაიღო მეუღლის გაკეთებული სამსახურში კონტეინერში რა ის არ უნდა ან კიდე ისეთი რამე უნდა იყიდო რომ ნაკლები იყოს რაღაცა ის აი რა ვქოთ პური და მე თუ სადმე რამე დამჭირვებია სხვადასხვა ქვეყანებში რომ მივიდი მოდიოდით არასოდეს ისეთ იმას არ ვიღებდი. პური, ყველი და რაღაც სხვა არაფერი. ავიღებდი იმას ჩამ. სხვა არაფერი. იმიტომ რომ კაცია და გუნება რა, ყველას თავისი საქმე ხო. მე ამას არ ვნერგავ, ეხლა ყველა ისე რაც უნდა ისაქრა. მაგრამ მე შევატყე რომ ანტისანიტარია მაღალ დონეზე არის. არა ზოგი კიდე რა ვიცი, იქ მაგალითად საქართველოში ერთ-ერთ ეგეთ ესეთ სასაუზმეში ზაბეგალუკას რო რუსები ეძახიან. ეგ ნაცნობი მუშაობდა ძალიან ახლობელი გამიგე და რომელთაც არა ეს არ იჭმევაო რა ეს ისე არ იჭმევაო აფელი ვირთხები და ისინი გატარებულია ეგეთა ის იყო ჩახედული და სხვა აიღო და სხვა წამოიღო და შემიხვდა და გამატანა წარმოიდგინეთ რა და ქრისტიანობაში ადამიანი იცოლება მეორე ადამიანს პატივს ცემს ღმერთი რო გიყურებს ამას გავაკეთებ ქრისტიანისთვის რო ღირა მზარეული მე ღმერთი მიყურებს იმას უკეთებ წარმოიდგენე და ეგ როგორ დაუშვებ ისეთ რამეს ადამიანი და როცა შენ ღმერთი გაუშვი აი შენი საქმიანობიდან ის რას გაიგებ შენ რას აკეთებ მიუტანე იქ ლამაზად გოხდა და იქ რა შეიძლება ჩააფრთხო კიდევაც იქ ხო და აი რაღაცა ბუდუჟო იქა და ჟღვინკლი მოიხოცო და მე გაიშვა იმას და ისეთ შომში ჩაყო ხელები
ადამიანები არ არიან ცოტა დაცემულები და მით უმეტეს პაკისტანელები, ინდოელები, 1000 ჯულის ხალხი შეყრილები აქ არა. არა, პირად მე არა. მიჩვენია სახში იყოს ხმელა პური და აგერ მოხარშული კვერცხი. მაინც ვიცი ვინ აკეთებს და რას აკეთებს, ხო? ხო, მე ისე გამონაკლისი არის, მე რესტორანში მთელი ცხოვრების მანძილზე ორჯერ ვარ ნამყოფი. და ესეც საქართველოში. წარმოიდგინეთ. არ გატყუებთ, რატომ მოგატყუებთ? სასაუზმე და ესეთ ჩხარისძმეებში კი ახლა იშვიათად, მაგრამ მაქსიმალურად ვერიდები გარეთ ჭამას. ამშია გარეთ. სახში შევჭამ, რა პრობლემაა? ჭამ, წავედი, მოვალ შევჭამ. ან ბოლო თუ დიდ ხანით მიდერ, ჩანთას ჩააგდე რა. უტერბოდი რა, სახში გაკეთე. რა პრობლემაა რო? არ გეზარებოდეს. რა გცხვენია რო. რა თქმა უნდა, სხვისი ნატი ტყნი ჭამე ახლა ვინც ის რა არის ხო? ძნელი, აი, რატომ მოყვე ვიცი? ქრისტიანობა სხვა რაღაცაა რა. ქრისტიანობის გავრცელება თვით ქვეყანასაც არ აწყობს. ახლა ამ გაგებით, ახლა რას ლაპარაკობ? რესტორანში არავინ არ იაროს, ხო დაიხურა ყველაფერი. იყო დრო როცა არც რესტორანი იყო საჭირო და არც კაზინო და არც არაფერი, მაგრამ ახლა ხო ხედავთ რა.